უცხო სიცოცხლე არა მარტო შორეულ ეგზოპლანეტებზე, არამედ ჩვენს მზის სისტემაშივე შეიძლება იყოს. 2030 წელს იუპიტერის მთვარე ევროპასკენ NASA-ს ევროპა კლიპერი გაფრინდება. ეს იქნება პირველი პლანეტათა შორის სადგური, რომელიც ისეთი ციური სხეულის დეტალური შესწავლისთვისაა შექმნილი, რომელიც მზის სისტემაში ჰიპოთეტური უცხო სიცოცხლის არსებობის საუკეთესო კანდიდატად ითვლება. 2053 წლამდე თანამგზავრ ევროპასკენ კიდევ უფრო დახვეწილი ზონდები გაიგზავნება, რომლებიც ამ თანამგზავრის ყინულქვეშა ოკეანის დეტალურად შესწავლას შეძლებენ. ამის გარდა პლანეტათა შორისი სადგურები სავარაუდოდ გაიგზავნება სატურნის ორი თანამგზავრისკენ, ენცელადუსი და ტიტანი. ისინი სიცოცხლის ჩასახვისათვის თავსებად კანდიდატებად განიხილება. და თუ ტიტანზე სიცოცხლეა, ის ძირეულად განსხვავებული იქნება აქაურისგან. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მარსის შესწავლაც. 30 წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ამ პლანეტის შესწავლაში. უკვე ბევრი მიზეზი არსებობს იმის ამტკიცებლად, რომ შორეულ წარსულში მარსზე რბილი კლიმატი იყო და სიცოცხლეს საკმარისი დრო ჰქონდა წითელ პლანეტაზეც გაჩენილი იყო. მომდევნო 30 წელი საკმარისი უნდა იყოს ამ საკითხის გადასაჭრელად. ამ უშუალო ჩამონათვალის გარდა ჩვენ სიახლოვეს ხვდება ხოლმე სხეულები, რომლებიც ნომინალურად არ მიეკუთვნებიან მზის სისტემას. საუბარია ვარსკვლავთშორის კომეტებსა და ასტეროიდებზე, რომლებიც ჩვენს გალაქტიკაში მოგზაურობენ. ჯერჯერობით თითოეული ტიპის თითო ობიექტია აღმოჩენილი. ვარსკვლავთშორისი ასტეროიდი ოუმუამუა და კომეტა ბორისოვი. უკვე მომავალ წელს ჩილეში ფუნქციონირებას დაიწყებს ასტრონომიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის დიდი სინოპტიკური ტელესკოპი LSST. სხვა საკითხებთან ერთად ის შესაძლებელს გაახდენს მზის სისტემაში შემოსული ვარსკვლავთშორისი ბევრი სხვა ობიექტის აღმოჩენას. უფრო მეტიც, მათ აღმოჩენას მზის სისტემაში შემოსვლამდე შევძლებთ. ამ კუთხით აქტიურად განიხილება პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ასეთი ციური სხეულების გამოჭერას პლანეტათა შორისი კოსმოსური ხომალდებით, მათი დეტალური შესწავლისთვის. ასევე ახალმა ტელესკოპმა უნდა დაასრულოს მზის სისტემაში კიდევ ერთი დიდი სხეულის, მეცხრე პლანეტის არსებობა არარსებობის საკითხის დადგენად. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.